და დაგიბრუნდით ძვირფასო ტელემაყურებლებო პირდაპირ ეთერში 13 საათი 12 წუთი შესრულდა რაც სრულიად საქართველოში და სრულიად ქუთაისში გრძელდება გადაცემა შუადღე ქუთაისში მოგესალმებით თქვენთაგანს კიდევ ერთხელ და აქვე უნდა შეგახსენოთ რომ გადაცემის სპონსორი Skytel-ია და ვსაუბრობდი რომ დღევანდელი ეთერი არის გამორჩეული იმით რომ ძალიან კარგი საინტერესო და ზედმეტად ნიჭიერი ადამიანი გვყავს სტუმრად არც მეტი და არც ნაკლები პირდაპირ დედაქალაქიდან მამაქალაქში ესე ვთქვათ გვეწვია არ დაიშურა იმის მიუხედავად რომ გადაღლილია იმის მიუხედავად რომ ძალიან ცხელა პატივი დაგდო და მოვიდა ბევრი რომ არ გავაგრძელო მინდა გითხრათ რომ გადაცემის სტუმარი ვლადო ბურდული გახავთ რატომ ლადო ბურდული გახავთ მოგესალმები ლადო ძალიან მიხარი და ძალიან პატივია გულწრფელად ვამბობ ჩემთვის რომ ხართ ჩვენთან ერთად ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი პირდაპირ დედაქალაქიდან ეგრევე გამოიარეთ ამ ხელაგზა პრესის სახლის და ვინც ერთხელ მაინც ყოფილა თავისი ცხოვრების მანძილზე პრესის სახლის მეხუთე სართულზე იცის როგორი რთულია მოაღწიო მოხვიდე ჩვენამდე მაგრამ არ შეგაშინათ არანაირმა დაბრკოლებამ და დღეს ხართ ჩვენთან ერთად ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის მადლობა თქვენ დაპატიჟებისთვის მოწვევისთვის თუ შეიძლება ასე ითქვას ლადო მრავალი წლის განმავლობაში როგორც მითხარით ქუთაისში არ ყოფილიყართ დიდი ხანია ანუ ერთი შეხედვით რომ რაიმე ცვლილება თუ დაინახეთ იმის მიუხედავად რომ წამით მიმოიარეთ ქალაქში ის არის რა ქვია 2000 რაღაც 11-ში ვიყავი შემთხვევით რაღაც კონცერტი იყო და მაშინ ვიყავი და მაშინ უკვე დავინახე ცვლილებები რომ რაღაც ლაივი იყო ქუჩაში და სახლები გალამაზებული იყო და მაშინ უკვე ეთყობოდა და ეხლა ჯერ არ გამოვიდა ესე ქალაქში რომ რაღაც მაგრამ ხელგეწიფებად 2 დღის განმავლობაში რჩებით ქალაქში და დარწმუნებული ვარ რეზულტატს აუცილებლად მეთქეს თუ გვაქვს რაიმე ძვრების ასიკეთო თუმცა მე ვთვლი რომ გვაქვს მოდით დაუბრუნდეთ ლადო ბურდულის შემოქმედებას ბრძანდებით მუსიკოსი და ეს არ არის ერთ-ერთი მიმართულება სადაც თქვენ მოღვაწეობთ და თქვენ დაიწყეთ მაშინ როდესაც ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო მით უმეტეს რომ ეს წინააღმდეგობები სამწუხაროდ დღემდე მოგვსდევს რამდენად რთული იყო ჯერ კიდევ 80-იან წლებში თქვენი სათქმელი გეთქვა მუსიკით, ყოფილიყავით პანკი, ყოფილიყავით როკერი, ყოფილი გევლოთ საყურით და ანუ ეს ძალიან დიდ სირთულებთან იყო ალბათ დაკავშირებული. თქვენი პირველი ნაბიჯი მუსიკალურ სამყაროში როგორ გაიხსენებდით? როგორ გავიხსენებდა, იყო საბჭოთა ესტრადა, ფილარმონია, 3-4 არხი, 2 რუსული, 2 ქართული, პირველი და მეორე. და ინფორმაციის ნაკლებობა იყო და რაღაც დონეზე ეს ინფორმაცია მქონდა მე ხო დავდიოდი უცხოეთში ხშირად და აქედან გამომდინარე ვიცოდი რა იყო ჩემთვის სწორე და რა არ იყო ჩემთვის სწორე და აქედან გამომდინარე კიდე დავიწყე ეს მუსიკა საერთოდ არ ვთვლი მე იმად საჭიროებად რომ მუსიკა დამეკრა სულ მინდოდა რეჟისორი გამოსულიყავი და სხვა რაღაცები გამეკეთე ფილმები მეღო უფრო ბავშვობიდან ეგრევე ვიზრდებოდი რომ თვითონ მუსიკალური სამყაროდან ნიჭერთა აზლებში ვსწავლობდი კონსერვატორიაში ვსწავლობდი ოპერაში უკრავდი და ეს უფრო კლასიკური განათლებით მოვდიოდი და სულ მეგონა რომ აი ფილმებში რომ თამაშობდი ამ ფილმებში რომ რეჟისორი იქნებოდა ჩემგან საბოლოო ჯამში მაგრამ მე ესე აღმოჩნდა თან მინდოდა ამ ქვეყნიდან წასვლა და თან ისე ყველაფერი საპირისპირო დაეწყო რომ ამ ქვეყანაში დავრჩი ამ ქვეყანაში გავაკეთე ეს რაღაც მოძრაობა რომელსაც ქვია ალტერნატიული მუსიკის მოძრაობა ადამიანები რომლებიც სხვაგან იყურებოდნენ გამოვახედე სხვაგან და რაღაცები შევქმენ იგივე ის ჯგუფი რეცეპტი იგივე ის ფაბრიკა იგივე ის რაღაც ჩემი სახლის თუსოვკები ეს ყველაფერი ემსახურებოდა ამ რაღაც ახალი თანამედროვე საქართველოს შექმნას რომელიც სხვა საქართველოსი თუ შეიძლება ასე ითქვას და კი შეიქმნა იმიტომ რომ ეს ხალხი ხა ვინც იგივე ამ რეცეპტზე გაიზარდა თაობები და ვინც იგივე ფაბრიკაში კონკრეტულად ფაბრიკა ესეთი სივრცე იყო, სადაც ვაკეთებდი 2 წლის განმავლობაში რაღაც ივენტებს, ყველაზე მძიმე პერიოდში ქვეყნის. ის ხალხი ყველა წარმატებული არის და ყველა რაღაცას წარმოადგენს და რო ჩართავ, ანუ ეს ხალხი ქმნიან დღეს ამის ქვეყანაში, ისე რომ თვლი რომ შედეგიანი იყო ყველაფერი და სწორად გაკეთდა. თქვენი 8 წელი დაფასდა. ну 8 წელი აშკარად დაფასებულია 8 წლის გამო არც ვაკეთებდი მე ვაკეთებდი ეს იყო ჩემი ცხოვრების ნორმალური რითმი და რასაც თვლიდი სწორედ და საჭიროდ იმას ვაკეთებდი და აღმოჩნდა რომ ის ყოფილა თურმე სწორედ და იმ გზამ გაიმარჯვა და არა სხვა გზებმა რაც იყო იმ დროს ძალიან უამრავი და ეს გზა მაშინ დაკნინებული იყო იმიტომ რომ ითვლებოდა რომ აი ესეთი ადამიანები არიან ქვეყნის მტრეები ასეთი ადამიანები არიან ასეთები ისეთები ხომ მოგეხსენებათ რაც იყო მაშინ არა
აღმოჩნდა რომ მე კი არ ვეწევი საქართველოს დამეწია მე რაღაც პონჩი რა. და ძალიან კარგი ეს ყოველი. ნუ არ ვიცი ხარ, კარგი რა თქმა უნდა, ჩემთვის კარგი არის, იმიტომ რომ უფრო ცივილური, უფრო ევროპული, უფრო რაღაც ადამიანური და უფრო ეს რაღაც ყალბი რაღაცები რო იყო რაღაც დონეზე ჩამოშორდა და რა ვიცი, თაობები გაიზარდა მართლა და თაობები დღეს ძალიან მყარად განან ფეხზე. მე ეს მომწონს კი ვერ ხვდებიან რაღაცებს, მაგრამ ნუ რო არსებობს და ფაქტი რო არის, ჩემთვის ეს უკვე და თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია თუ კი, ანუ გვერდზე გადავდებთ რომ თქვენ ბრძანდებით მუსიკოსს, როდესაც ხელგეწიფება და ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს, ახალგაზრდა ბენდებს დაეხმაროთ და ხშირ შემთხვევაში გავიდნენ ისინი საერთაშორისო ასპარეზზე. ამ ყველაფერს განაკეთებთ უანგაროდ როგორ ბრძანეთ, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია და აგრძელებთ თუ არა და აპირებთ თუ არა შემდგომში გააგრძელოთ, რომ მათ პოპულარიზაციას როგორც ქვეყანაში, ასევე ფარგლებს გარეთ დაეხმაროთ. გადადგან პირველი ნაბიჯი, იპოვონ პროდიუსერები და შესაძლოა სხვა მრავალ ფესტივალზეც კი დაუყრან. ეცით რა არის ახლა რო დავიწყე მე ყველაფერი დაიწყო ესე რომ ამ ქვეყანაში დავრჩი ცოლი მოიყვანე შვილი გამჩნდა მივხვდი რაღაცა უნდა გავაკეთო რომ ვიარსებო და მივხვდი რომ ეს მუსიკა და ეს ჩემი ტექსტები და სიმღერების წერა რო დავიწყე არის ის რაღაცა რაც სწორი არის რა თქმა უნდა მაშინ ძალიან დიდი იმედები მქონდა მაგრამ მე ნუ ყველაფერი სხვანაირად შეიცვალა მაგრამ დავიწყე ამის კეთება ამან მოიყვანა ის რომ შევქმნი ეს ჯგუფი რეცეპტი რეცეპტმა მოიყვანა ის რომ მივხვდი რომ რეცეპტი და ამ მუსიკას და ამ თანამედროვე კულტურას განვითარება თუ არ იქნა და საზოგადოებამდე თუ არ მივიდა ეს მესიჯი თუ როგორც სიტყვას ამბობენ ხარ გზავნილი შენთვის იქნები სულ და ვერავინ ვერ გაიგებს შენს არსებობას და მე გავაკეთეთ მე ტელევიზიაში მთლიანი რევოლუცია, მთლიანი რეორგანიზაცია, ახალი მენტალიტეტი შევიტანეთ. ეს არის მეორე არხი. ოქროს ბიბილო გადაცემა, რომელმაც რევოლუცია დღემდე აი ეს გადაცემას რო ნახავთ, მივხვდებით იმ დროს რა გადაცემები გადიოდა და ამ გადაცემამ რა შეცვალა რეალურად. და ისეთი მომენტი იყო, რომ ალტერნატიული მუსიკა და ამ თანამედროვე მუსიკას როკი და მარტო არა როკი, არამედ სხვადასხვა მიმართულებს ყველა უყურებდა ძალიან ნაბუჩად. აი სწორედ ეს იყო მაგალითი რომ ტელევიზიის ძალა ვანახე ხალხს რომ მეორე არხმა იმხელა რეკლამა და პოპულარიზაცია გაუკეთა გიორგი გიჩეი მეგობარი გიორგი ებრალიძის დამსახურებას რომ მოკლედ დამეხმარა რომ ეს ენერგია გამომეტანა ეს ხალხი მიმიყვანა მეორე არხზე და ამ ხალხს შეძლებოდა მე იქიდან წამოვედი რა თქმა უნდა მაგრამ იმ გაგრძელება და რაღაცების კეთება რომ ყველამ დაინახა რომ აი ამ ყველაზე ლუზერული პროფესია რომელიც იყო როკ მუსიკოსობა და ალტერნატივშიკობა ეს სიტყვა არც არსებობდა ნუ მუსიკანტობა თანამედროვე როკი ალბათ რომ ძალიან დაფასდა, ძალიან პოპულარული გახდა და ამ ყველაფერზე მე თაობები შეიქმნა და იმ თაობებმა კიდე თაობები შექმნეს და გაზარდეს და ძალიან დიდი გამოცოცხლა, ჩემს თვალწინ გამოცოცხლა მკვდარი წერტილები, რომელსაც ერქვა თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენა. და როცა მე ამ ყველაფრის კეთება დავიწყე, დავინახე რომ ანუ როცა მივხვდი რომ რაღაც უნდა გაკეთეს და ვიღაცამ ამ და ილაპარაკოს, მაგრამ ქმედ რეალურად გადადგას ნაბიჯი, ხო, რომ გადავწყვიტე პირველი ნაბიჯის გადადგმა დავინახე რომ ეს ნაბიჯი მე თუ გადავდგე ეს არის მთელი ეს ჩინური კეთილი ზასტოის უძრაობის რას ეძახიან მაგას აღარ მახსოვს ქართულად ხო უძრაობის კედელი უნდა გადამდგარიყო წინ იმიტომ რომ შენ თუ ერთი ადამიანიც რო დგავს ამ ნაბიჯს ეს ნიშნავს რომ მთელი კედელი უნდა გადაიწიოს იქეთკენ და მივხვდი რომ ეს იყო უკვე გლობალური საომი თქვენ ხვდებით რასაც ვლაპარაკობ ხო და ესე დაიწყო ეს მეორე არხიც მე ასე მოყვა ამას მეორე არხი რომ იქ ომები დაიწყო უბედურებები მე გერმანიაში წავედი მე იქიდან ჩამოვედი მე მივხვდი რომ ეს მეორე არხმა უკვე რაღაც დონეზე სოციუმი მოამაგრა ვიღაცებს მოაწონა ეს ყველაფერი და მივხვდნენ რომ ეს ძალიან მაგარია და აი ეს ხალხი უკვე კონკრეტული კონტაქტი იყო საჭირო ამათთან და მე გავაკეთე უკვე ფაბრიკა აბრეშუმის ფაბრიკა სადაც ეს ადამიანები იკრიბებოდნენ და იყო როგორი კრიზისი ისეთ ეს აფხაზეთი დამარცხებული და გაუბედურებული და 3 საათის შემდეგ შეშინებული ხალხი რო სახლებში გარბის და შუქი რო არ არის და საჭმელი რო არ არის და კუპონები და რიგები რო დგას და აი ამ დროს როცა მე ჩავთვალე რომ აი ვიღაც ეს წარმატებული დიდი სახელები ქართველი უნდა გამოვიდნენ და ერს რაღაცა და მოუწო არავი ყველა დაიმალა ყველა მოწყდა ეგრევე რა და დავინახე რომ ქვეყანა რეალურად კრიმინალების ხელში არის რა აი ეს წვერებიან ვიღაც ავტომატები და აშინებენ ყველას აი ამაც და ამ მაგარ ერს რა უცებ რა და მივხვდი რომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო რა და ეს ფაბრიკაში გავხურდით მაგრა ძალიან ეს რაღაც საზოგადოება რო შეიქმნა და მე ეს რო გაბაზრდა და ყველამ რო გაიგო რომ ფაბრიკაში ვიღაც გიჟები იკრიბებიან და კიდე სხვადასხვა სიტყვები მივხვდი რომ ეს დაცულ სამყაროში უნდა გადამეტანა და ეს დაცული სამყარო იყო ჩემი სახლი და მე სახლის თუ სოკებად გაგრძელდა მე სახლში რო ვერ დავეტიეთ მე გავაკეთე ფესტივალი გავხართავდით ეს იყო კავკასიის როკ ფესტივალსაც შევეხოთ თუ შეიძლება რამდენად წარმატებული იყო მაშინ და ესეც რამდენად დიდი გადადგმული და ძალისხმევას მოითხოვდა თქვენგან
იცით რა შეა საქმე, რომ აი კავკასიის როკ ფესტივალები რომ დავიწყეთ 95 წელი იყო რა და რაღაც დონეზე მივხვდი რომ აი კარიკარზე დავდიოდი და ამ აზერბაიჯანელ და ამ სომეხ მუსიკოსებს ვეცნობოდ ქუთაისში რამდენჯერ ვარ ჩამოსული არ ვიცი შაბათ კვირას ყოველ შაბათ კვირას ჩემ ძმებთან გოგა ჟორჟოლაძე ბაჯუ მაგანთან ერთად ვიყავი და ჩეჩი ზვიადი ნიკა best stories ბიჭები ჩემი ძმები და აი ეს რო დავინახე რომ ანუ ყველა ქალაქში რეალურად არის ეს საზოგადოება და ამ საზოგადოებას სჭირდება რაღაცნაირად მხარდაჭერა და გამაგრება რომ მარტო არა ხართ ბიჭებო თქვენს გვერდზე ვარ და რაღაც აი ამ ფესტივალებმა მიცეს აი ამ ყველაფერს ძალიან დიდი მუხტი და ბიძგი. რა თქმა უნდა, ყველას მოგვინდა უცებ მომხდარიყო ის რაც საუკუნეების განმავლობაში გადიან ევოლუციას ერები, მაგრამ ვერ მოხდა ჩვენს ქვეყანაში ეს. მაგრამ ის რაც მოხდა, რომ ეს ბიჭები ჩამოვიდნენ, ეს ბიჭები დადიოდნენ, ეს ინფორმაციული გასვლა დაიწყო, ენერგეტიკული გასვლა დაიწყო. ნინო ქათამაძე და ისინი საერთოდ პირველად რომ ჩამოვიყვანეთ, მაშინ იყო ინსაიდი ერქვა, ნანა ციცაძის ბენდი იყო, ქალბატონი ნანა არაჩვეულებრივი ბათუმელი ჩემი საყვარელი ადამიანი. იმან ჩამოიყვანა ჯერ ქათამაძის გარშე ხო და მე უკვე ინგლისელი პარტნიორი მყავდა და MTV და ვიღაც EDF-ის პროგრამა და ისე რომ ჩამოიყვანა სპორტის სასახლეში გავაკეთეთ უკვე რო დაინახეს ქათამაძე ეგრევე წაიყვანეს MTV და საშასკლე არ იყო ჩამოსული ვაბანკის და ანუ ადამიანებს რეალურად ეს ფესტივალი არ ყოფილიყო ნინო ქათამაძე არ ვიცი ხა დღეს რა იქნებოდა რა თქმა უნდა მაგრამ აი ის ტრამპლინი არ იქნებოდა მაგას და ესე უამრავ მუსიკოს ახლა სახელები და გვარები ჩამოსვლა აღარ მინდა აი ესე აი ყველაფერმა შეუწყო და შექმნა ეს ახალი რაღაც ახალი სივრცეები ახალი სახელები ახალი ემოციები რაც აუცილებლად ჭირდება ქვეყანას რომ გაახალგაზრდავდეს და არ იყოს ამ ძველში და ჩაკეტილში და გაუბედურებულში და არ ქუცავდეს ერთი და იგივე ადგილს ასე როგორც ციყვი გლობალში ხო ხდებით ბატონო ლადა დღეს რა შედის დღეს გეგმებში რა საქმეა ანუ ამ კუთხით ეწევით სოლო კარიერას გაქვთ თუ არა რაიმე პროექტები რომლისსაც ახორციელებთ ან აპირებთ სამომავლოდ განახორციელებთ ესეთ რა ჩემი მუსიკა მე იმიტომ არ დავიწყე რომ გოგოები მომეხსნა და ფული გამეკეთებინა რა ეს დავიწყე იმიტომ რომ პირველ რიგში ჩემთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და მე როცა უკრავდი მე ყველაზე მაგრა მევასებოდა და მშვიდდებოდი კომფორტს მიქმნიდა და ამიტომ დავიწყე და ეს არასდროს თქვენ თუ დააკვირდებით ჩემ მუსიკას არასდროს არ აქვს აგრესიული რეკლამა არასდროს არ ვაწვევი და ვაწუხებ ხალხს ჩემი მუსიკით ხვდებით ჩემთვის დევს სადღაც და ვიღაცას გაუსწორდება ნახავს არ გაუსწორდება ანუ აი ეს პოლიტიკა მაქვს დღემდე შენარჩუნებული ეხლა რაც შეეხება რას ვაკეთებ ნუ ვაკეთებ იმას რომ იგივე ამ ფესტივალებს ეს ყველაფერი ლოგიკურად ერთმანეთზე არის გადამული თუ გინდათ გავაგრძელებ რომ დავინახე რომ ფესტივალებს ბევრი ფული ჭირდება და სამ დღეში ტარდება და მე ყველა საუწყდება გავაკეთე ეს მუსიკალური დაჯილდოება კავკასიის რომელმაც აი მართლა ძალიან იმუშავა რა იმ თვალსაზრისით იმუშავა რომ ინტერნეტ პროექტი არის 24 საათიან რეჟიმში უკვე შეგიძლია ნახო არარსებული კავკასიური ჯგუფების ბაზა შევქმენი ანუ ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას უცხოეთში თუ კავკასიაში შევიდეს და ნახოს რეალურად რა ჯგუფები უკრავენ და მოღვაწეობენ კავკასიაში ეს არარსებული ბაზა შეიქმნა ამ კავკასიური ჯგუფების მეორე შეიქმნა უკვე 8 წლიანი ისტორია თანამშრომლობის კავკასიელი სომეხი აზერბაიჯანი და ქართველი მუსიკოსების რა ვიცი ეს მე მგონი ძალიან კარგი არის იმიტომ რომ ეგეთი ადამიანების ინიციატივებით იქნება ყველაფერი ეს არ არის ის დამთავრდა კრემლის რო ზევიდან და გიბრძანოს ვიღაცა და შენ თვითონ უნდა გინდოდეს რაღაცა და შენ თვითონ უნდა მიაღწიო იმას რომ ეს იქცეს პოლიტიკად ბოლოში და არა პოლიტიკამ უნდა გაიძლოს შენ როგორი იყო ბოლოში ხვდებით ხო ის თქმა უნდა ამ დროს მიუკერძოებლობას და მაინც გააკეთა შენი საქმე და თქვა ძალიან რთულია თუ კი არ ხარ პიროვნულად ძლიერი რომ არ დაემორჩილა იმ წესებს რომლებსაც სხვა კარნახავს და თქვენ ეს შეძელით ну შევძელი გამოდის იმიტომ რომ აი ამ დროს ერთ-ერთი ნიუ-იორკის მერმა თქვა რომ სულ ნატურალობდიო რომ მერი გამხდარიყავი და რომ გავხდიო მერიო ძალიან ბევრი იდეები მქონდა რომ განმეხორციელებინა მაგრამ მოვიდა ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ძალიან გენიალური იდეები და ყველაფერს დედა უტირავ აი ეს პუნქტია რომ როცა შენ ამას აკეთებ რა თქმა უნდა იქ უცებებ ვიღაცა იტყვის რომ შენ სად იყავი მე ვიყავი გადმოხდება რაღაცებს აკეთებენ მაგრამ მე ეს ყველაფერი აწყობ რომ შენს ხელებში ასე თოვლივით ნება და კრება იმიტომ რომ საქართველოში ეს ამბიციური რაღაცები მაინც გადასალახი აქვს, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ტვინით განვითარდა და არა რეალობაში ხვდებით. ხო და ამ ილუზიებში თავის წარმოდგენები აქვს, რომ ვიღაცები არიან და რეალობაში მე იმსხვრევა ეს ყველაფერი და ეს ქმნის ამ დეპრესიებს და პრობლემებს, რაც დღეს ქვეყანაში არის კონა შაურად თუ მეტყვი. ამიტომ ყველას მოუწოდებ ხელები დაიკაპიტეთ და ეს ქვეყანა ერთად დავაშენოთ. ეს არის ჩემი ლოზუნგი. ბატონო ლადო, ჩვენ გავიხსენეთ წარსული და მოდით გადმოვინაცვლოთ ახლა არსებულ რეალობაში. ძალიან დიდი კონკურენცია მოდით აღნიშნოთ, ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსია, ძალიან ბევრი ბენდია, ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ქმნიან მუსიკას.
თქვენ თუ გყავთ მე ფავორიტი, ვისაც გამოარჩევთ და ფიქრობთ, ან უსმენთ ხოლმე ხშირად. არ აქვს მინდო ეს როკია, პანკია, რომელი მუსიკალური მიმდინარეობა ამ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტ. თუ გყავთ ფავორიტი ბენდი, ან თუნდაც სოლო შემსრულებელი. არა, არიან, იცით, მაგრამ აი ყველაში რაღაც დონეზე ვხედავ არა გულწრფელ. ან ახლა ინგლისურად მღერიან სულ და იცით რა, ინგლისურად მღერიან და ახლა არ მესმის ეს კი ვიცი, მაგრამ ახლა ნუ ადამიანი როცა როკი რა არის? როკი არის გულწრფელი, შენი სულიერი მდგომარეობა და შენი რაღაც საზოგადოებრივი რაღაცა პრობლემები მომიყვე გულწრფელად და შენ რომ ამას ინგლისურ ენაზე მიმღერი ხარ, ეხლა მე და თქვენ რომ ინგლისურად ვილაპარაკოთ, ხალხი რამეს გაიგებს. ეს უნდა იყოს ქართულად, ეს უნდა იყოს გამართულად, ეს უნდა იყოს ნაღდი. ადამიანმა რომ შეგხედოს იგრძნოს რომ მართლა განიცადე და მართლა გტკივა ეს და ამდენი სიაფანდობა და ხალტურობა რაც არის და ეს რაღაც მაკიაჟები და ეს სულ იმსხრევა ბოლოში. ეს არ არის რამდენი ჯეოსტარი და რაღაც სტარები და მურები და რაღაცები ტარდება, ხო? ვინმე სახსოვს 2000 რაღაც წელში გამარჯვება. აი იმსხრევა, იმიტომ რომ რაღაცა არა, იცით რა არის ხა, წელიწადში 5 ეგეთი დაჯილდოება რომ ამ ბავშვებს რო ატყულებე რომ შენ თუ ეს გახდი, რაღაცა ხდები მე. მოტყუებული ტიპები რჩება, კი მიცეს ის ბინა რაღაცა, მაგრამ მე სად არის შოუ ბიზნესი? სად არის სისტემა აშენებული, რომელიც ამას სამსახურს გარანტირებას გაუკეთებს? ხვდებით რისი თმა ამით. და ეს არის მთავარი, აი აქ ვერ შეიქმნა სისტემა, რომელიც ამუშავებს ამას რაღაც დონეზე. ნუ მესმის 3 მილიონი ქვეყანა და შოუ ბიზნესზე ცოტათი რთულია საუბარი, მაგრამ მაინც რაღაც ხო შეიძლება გაკეთდეს, ხო? იგივე დასავლეთში რო ვიყავდა, რო შევეკითხე, რომ აი მაგალითად აი ახალგაზრდა ბავშვებს აი ამდენ იმას სარეპეტიციო დარბაზებს სახელმწიფო ყიდულობს, ნუ მთავარი ბენდი ყავდეს და გაძლევს 10000 ევროს ასახმარებლად გიქმნის ყველა სიტუაციას, რომ გახურდე და აქედან ხო არ გამოდიან ყველა ვარსკვლავები მეთქი და ამდენ ფულს რო ხარჯავენ მეთქი, რა პონჩი ხარჯავენ მეთქი. ესო უღირსო ქვეყანას, იმიტომ რომ ეს ბავშვები კრიმინალები არ ხდებიან, ეს ბავშვები არ ფიქრობენ სხვა რაღაცებზე და ეს ქვეყანა, ეს ქალაქიო მე სადაც ესაა და ეს ქვეყანა კულტურულად მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის, ხვდებით ხო ეს თქმა მინდა. და ეს ბავშვებით რაღაც საქმეში არიან, აკეთებენ და კონსტრუქციულად განვითარებენ თავის გზას და არა ჩაცუცქულები ზიანი და ფიქრობენ სად გაიჭირონ ან სად რაღაცა გააკეთონ, ხვდებით ხო ეს თქმა მინდა. ამიტომ ქვეყანა თვითონ როცა 3 მილიონიანი, მე მგონი უნდა ფიქრობდეს ამაზე, რომ ახალგაზრდები უფრო მეტ ზიანს აყენებენ ამ შემთხვევაში, ვიდრე ამაში რაღაც ფული ჩადოს და რაღაც მიმართულებები მიცეს. ეს კიდეც ეს სხვა პოლიტიკა და სხვა თემაა. საქმე უნდა დავცინო, რომ ქალაქს არ აქვს სარეპეტიციო და ბუნკერი, თქვენ იცით ეს ჯგუფი, თავისი ძალებით მოახერხეს და ანუ ესე ვთქვათ, გააკეთეს სარეპეტიციო, სადაც მეგობრები იკრიბებიან საკუთარი ფინანსებით და ცდილობენ, რომ ირეპეტიციონ და ანუ არ ამოვარდნონ. ყველგან ეგრე არის, და ეს ახალი არ არის, მთელი ამ თანამედროვე მუსიკის ისტორიებსაც ცოცხალი დაკვრა და ამ 200 ლარიანი ლეპტოპის ყიდვა და კაკუნი მარიოში თამაში და მუსიკას რო ეძახიან, ვისაც ეგ არ უნდა, ყველას ერთი და იგივე პრობლემები აქვს, ისე რომ ეგ ნაცნობი პრობლემა, ხო, ჩემთვის სიახლე არ არის. ბატონო, თქვენ აღნიშნეთ, რომ დღეს მუსიკოსები არ არიან ხოლმე გულწრფელები, თუმცა მე მინდოდა ძალიან კარგ ტრენდზე მესაუბრა, რომელიც წამოვიდა, ეს არის საკუთარ ენაზე გააკეთო მუსიკა და მე ამაყივა, რომ ქალაქში არსებობს ეგეთი ძალიან კარგი ჯგუფი ზეგი ანარეკლი და არსებობენ აგრეთვე თბილისში მეგობრები, რომლებიც ხშირად ჩამოდიან, თვარის დაბნელება, წრე, პანიკა, რომელიც თქვენს ბაზაშიც მოიძიება. ანუ ამ ყველაფერს როგორ ხედავთ? მიხარია, იცით, მიხარია, რომ აკეთებენ ახალგაზრდები, ინდომებენ რაღაცას, მაგრამ ახლა რო თქვა, რომ აი შედევრები იქნება მაგათი სახით, ჯერ პროცესში არიან, მაგრამ სწორედ მუშაობენ რა. იცით რა არის, როცა მე მუსიკაში მოვედი, ძალიან ალტერნატიული ვიყავი და აი ისეთ რაღაცებს ვქმნიდი, რაც იქნებოდა იმ პარალელურ დროში ნიუ-იორკში, ლონდონში ძალიან ანდერგრაუნდ მუსიკას ვაკეთებდი და მე ოღონდ ქართულ ენაზე ვაკეთებდი. და მე მივხვდი, რომ რაღაცა თუ არ გადაუთარგმნი და თუ ეს ადამიანებს არ აუხსენი, რომ შენ აი ისეთ შეგიძლია და ამის კეთებაც შეგიძლია, აი მე იყო შემომშვენიერო ლედი რომ დავწერე, რომ უბრალოდ ადამიანებისთვის კი არ გასამართლებელი ის კი არ იყო, მაგრამ ეს იყო ეს აუცილებელი რაღაცა, ისეთი რაღაცა დაწერო ადამიანებად, ცოტა სხვანაირადაც გაგიცნო. მარტო ხმაური, მარტო რაღაცა ეს კაი არის, მაგრამ ასაკთან ერთად ქრება. მე უკვე სხვა მოთხოვნა გიჩნდება, რომ ცოტა მელოდია, ცოტა ის ჩიჟიგ-ბიჟიგ დაწერო, ან ჟუჟუნაწვიმა, რომ ვიღაცას დაამახსოვრდეს. აი, ჩემთვის მუსიკოსი აი ვერ ჩაითვლება ის ადამიანი, რომელიც აი მღერის და ვერც მელოდია მომახსოვრდება, ვერც ტექსტი მომახსოვრდება, ვერაფერი და მარტო ყვირილია, მარტო ღრიალია, მარტო ხმაურია, ხვდებით ხო ეს თქმა უნდა, იმიტომ რომ ან რაღაც ორიგინალური ექსპერიმენტალური გადაწყვეტილებები, რაღაცა უნდა იყოს მუსიკაში ისეთი, რომ მიგიზიდოს და რა ვიცი, ალბათ ნელ-ნელა 90-იან წლებში რაც იქნებოდა, ხა იმას რო გაიმეორებ ცოტათი დღევანდელ დროს უკვე რაღაც საჭირო არის, რაღაც ახალი ტენდენციები არის თანამედროვე მუსიკაში, ესენი
შეისწავლო, გაეცნო, ესენი გამოიყენო შენს მუსიკაში და ასე შემდეგ. ხედავთ პერსპექტივებს, ანუ უახლოეს მომავალში დადგება ეს ნანატვის ჟამი, როდესაც ის ყველაფერი სისრულეში მოვა. იცით რა ხდება, რომ ამაში ეს შოუ ბიზნესია და არ მინდა ხა ეს გაქუცული ფრაზა გამოვიარო, რომ შოუ ბიზნესი და შოუა და თუ ბიზნესი არ ჩაიდო და მარტო შოუ დარჩა, როგორ განვითარდება? აი თქვენი ტელევიზია უფულოდ განვითარდება, ვერ გან. ხო და აი გარი ყველგან ხა ფული თუ არ ჩაიდო და თუ რეალური რაღაცა ტიპმა ჯეკი ვერ იყიდა და ის ვერ იყიდა, სტრუნა ვერ იყიდა, როგორ განვითარდება ეს და იმაზე თუ იფიქრა კიდე ოჯახს რა აჭამოს და საფული სადი შოუს და ასე შემდეგ. ეს არ განვითარდება და თან ეს როკ მუსიკა არის ძალიან ძვირი სიამოვნება და ძალიან ძვირი კულტურა. ამას ჭირდება ძალიან დიდი თანხები. ეს არ არის კიდევ ერთხელ თქვი, ლეპტოპი მიიტანე, ორი დინამიკით შეარჭე და რაც გინდა იქ ითამაშე, ყველაფერი მუსიკა. ეს არ არის. ანუ ეს ძალიან რთული და ჯერ ესეთი ინსტრუმენტალისტობა, ეს ადვილი პროფესია გონიათ, გიტარაზე დაკვრა რო ისწავლო, დრამზე დაკვრა, რამხელა პრობლემებია, ხო? დრამზე ხა სად უნდა იმეცადინო, ხო? გიტარაზე ხო, ისეთი ყოველ 5 რეპეტიციაში ერთი სტრუნა წყდება, რომელიც 15-20 ლარი ღირს თუ მეტი არა, ხო? აი ეს არის. მინიმალური ხარჯებია კიდე იმათ შორის, რაც მათ სჭირდებათ. თუმცა მინიმალურია ეს ხარჯები და ძალიან და რა ვის ხელეწიფება ბატონო ლადო როგორ უნდა შეიცვალოს რეალობა რატო გჭირდება ქვეყანას ბევრი ფესტივალი რატომ არის თუნდაც ეს მიმდინარეობა ქვეყნის ნიშა ადამიანები დღემდე სკეპტიკურად უყურებენ და იჭვის თვალით პანკებს როკერებს მათ ვინც მეტალ ნუ ეხა მეცი რა არის ეხა ვერ შეცვლი რა ნუ თუ უყურებ დასავლეთშიც ეგრე არის ნორმალური პროცესია ვიღაცას მოწონს ვიღაცა ეგ არის დემოკრატია თქვენ რა გონიათ რომ ყველა პანკი უნდა გახდეს ან ყველა ის აი ეს არის მრავალფეროვნება არის საინტერესო ყოველთვის და მიმზიდველი ყველა ქვეყანაში და არც არავის არ მოეთხოვება რომ ყველაფერი ასე რა თქმა უნდა იმას მოწონს იმას არ მოწონს ის ჩხუბობს აი ეს არის დემოკრატია უბრალოდ ეს არ უნდა გახდეს იმის საბაბი და მიზეზი რომ ადგე და მოკლა ვიღაცა და ეჩხუბოთ აი ეს ხვდებით ხო იმიტომ რომ შენ პროსტა არ მოგწონს იქნებ ხო ხვდები რის თქმა უნდა აი ეს არის პრობლემა რომ აი ეს უკვე კულტურა არის და ეს უკვე სახელმწიფოს პრობლემაა რომ ადამიანებს თავისი ფუნქციები და თავისი ადგილები მიწეს რა. მოდი თქვენ სამომავლო გეგმებშიც გადავიდეთ ძალიან უკეთ. რას აპირებთ? რა შედის თქვენს გეგმებში? რისი განხორციელება გაქვთ გადაწყვეტილი უახლოს პერიოდში? თუ ეს ყველაფერიც ექსპერიმენტად მოდის და ესე არ გეგმავთ ხოლმე რომ ეხა ეს ფესტივალი უნდა გავაკეთო, ეხა ეს პროექტი უნდა გავაკეთო. აქვს რაიმე რაც ხელოვნებას აწეხება ეგრევე აი დიდი ხანი აი ხა ალბომი 2 წელი გამოდის ერთი არის ელექტრო 92 წელში დაწერილი და ერთი არის მძიმე მუსიკა 95 წელში დაწერილი და ამდენი წლები გავიდა და ვერ წერე იმიტომ რომ აი ჩავწერე არ მომეწონა და ესეთია როცა მე ამას არავინ არ მაძალებს და როცა ამაში არც ფული არც არაფერი არ არის და როცა ეს ჩემი ნებით და სურვილი და მოწონებით კეთდება ამიტომ არა შოუ ბიზნესი კარგი შეგ რაღაც ვადები გაქვს და იქ რაღაც ხალხი ელოდება და ამიტომ გამეწელა მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ეს ორი ალბომი მორჩება მე კიდე სხვა ალბომებზე დავიწყებ მუშაობას და ეს კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება არის ის ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობა რითაც მე რაღაც დონეზე აი ურთიერთობა მაქვს ამ კავკასიურ ჯგუფებთან უკეთებ რაღაც სცენას უკეთებ რაღაც შეფუთვას დევს რაღაც საიტზე ეხლა გვინდა გავაკეთოთ ინტერნეტ ის რა ქვია ტელევიზია სადაც უკვე იქ შემოსული და დაგროვილი ვიდეო კლიპები ტრიალებენ და რაღაც აი მაგი არის ჩემი ფუნქცია უბრალოდ და მაგაში ვხედავ რომ აი ამ ადამიანებს როგორც ჩამოთვალეთ ზეგ ბუნკერი პანიკა ეს ბავშვები ვინც არიან და ვინც მოდიან ხო და ძველი ბედების კი თუ ამას გააკეთებენ რომ იმათ კონდეთ სადღაც რეალური სცენა სადაც 24 საათის განმავლობაში ერთხელ რომ დადებენ ის ყველა შეუძლია ნახოს და სულ ტრიალებს ხვდებით ხო ის თქმა უნდა ძალიან კარგია მინდა აღვნიშნო წარმატებებს ვისურვებ ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად მე ვიცი რომ თქვენთვის ახლა ყოველი წამი ზედმეტად მნიშვნელოვანია ამიტომ დაგემშვიდობებით ეთერში დიდი მადლობა რომ მოხვედით. მადლობა თქვენ დაპატიჟებთ. შემთხვევაში, როდესაც მობრძანდებით ქუთაისში, შეგიძლიათ გვეწვიოთ და აუცილებლად დაგხვდებით ღირსეულად შევეცდებით. ძალიან დიდი მადლობა დროებით დაგემშვიდობებით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, არის ჩვეულებრივი ადამიანი ლადო ბურდული იყო გადაცემაში სტუმრად. ვიცი მე ღიმილის მიზეზი რა იყო ძალიან კარგად. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მოვისმინოთ კომპოზიცია, სწორედ ამ ნიჭიერი ადამიანის შესრულებით. ჩემი და თქვენი ურთიერთობა კი გაგრძელდება. სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით კვლავაც. გადაცემის სპონსორი Skytel-ია და კომპოზიციებს გიტოვებთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, კარგ განწყობას შეგიქმნით დროებით.
ეს დღეს დამთავრდა სიტყვა ნახვამდის მაგრამ ჯერ კიდევ ღვინო ბოთლში დარჩა ცოტა ეს დღეს დამთავრდა გარეშე პასუხის ამ უკვე შენს ასეთ უცნაურ ლოდინთან ერთო ყველა ველოდებით იმას რაც გვიხარია ვენატრება ის რაც უკვე ერთხელ გვაქვს დაკარგული სიტყვები კი ვერას დროს ვერ შეცვლიან იმას რაც შეუძლია რომ თქვას ხანდახან დუმის Czemu na tylu skulamu a entenuga a gujane pandens რაც არ უნდა შორს ვიღომე შენგან და რაც არ უნდა უცხომე რქვა სახელი აენთე ჩემო ნათელო არ სკლავო აენთენუღარ აგუიანე ეს დღეს დამთავრდა როგორც წინასხვა ამ ძველი ღვინოს ლამას ზღაპრებთან ერთად ეს დღეს დამთავრდა უშენოდ ისევ აღარც ძველი დარჩა და არ შენ ჩანხარ არსად იგი ისე ცოტა მჭირდება შენგან რომ და ვივიწყო ყველა დღეს სახელით ცუდის საკმარისი არის ასე მცირედიც რომ დავინახო სიბნელეში შენი იმედის მღრთალი ფერი ანტე ჩემო ნათელო არ სკლავო ანტე ნუღარ აგუიანე ფონდენს რაც არ უნდა შორს ვიღომე შენგან და რაც არ უნდა უცხომე რქვა სახელი აენთე ჩემო ნათელო არ სკლავო აენთე ნუღარ აგუიანე ყველგან ყველაფერში მხოლოდ შენ გეძებ რომ შეუძლო დარჩენა შენ სიყვარულში აენთე ჩემო ნათელო არ სკლავო აენთე ნუღარ აგუიანე